რაბერკეტები გვაქვს ჩვენ, რაშია ჩვენი ძალა. ამ კანონებს რო იღებენ, რომ ადამიანი ტროტუარზე დგომისთვის უნდა დაიჭირონ, რატო იღებენ? იმიტომ რომ მასობრივი დარბევების თავი აღარ აქვთ. იღებს კანონებს, როგორცაც არ იღებენ რუსეთშიც კი. არ იღებენ უბრალოდ აი ესეთ კანონებს, რომ მაღიარე თორე დაგიჭერ. ავტორიტარების თვალში ის არის ბანძი. მაგრამ ეხლა შევიდა ისეთ სპირალში, საიდანაც გამოსავალი თავის თავს თვითონ აღარ დაუტოვა. ბიძინას აქ ისტერია იმის გამო, რომ ფული წაართვეს მას. და ქოცების პრობლემები ამ წლის სექტემბრისთვის უკვე იქნება ძალიან ხელშესახები. რა ხდება ივანიშვილის თავში ამ გეოპოლიტიკურ დომხალში? პასუხი ბიძინამ გასცა ამერიკელებს ირანთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. გუშინ აუნთო ირანის დროში. ერეკლე მეორეზე რამდენი ხანია აღარ ლაპარაკობენ თუ ატყობ. სადაც ახლა არაბები შემოყავს და თბილისის საამიროს გახსნას აცხადებ რეალურად. ეს არის დაპირისპირება ყველასთან, ვისაც ძალა აქვს. ამას დაპირისპირება არ ქვია, ამას აშლილობა ქვია. თქონდა ანგრევენ განათლების სისტემას, მაგრამ რატომ ანგრევენ, ეგ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილების მაგიტომაცა შინიათ ქოცებს, რომ აქ ისეთი რაღაცები ამოვა ამ კანალიზაციიდან. რაც უფრო მეტ სიღრმეში მიდიხარ, ეს შენი საფლავის სიღრმეა, ეს მწვერვალის დაპყრობა ხო არ არის? რაში მდგომარეობს მოგების ფორმულა? თუ ამ პროცესს ვიწყებთ, უნდა ვთქვათ, რომ დავიძარით, აი ეს არ არის ჩვენთან ერთად, ბოდიშს ვხვდით. თქვენ უნდა ველაპარაკოთ ჩემი ასთან ბიზნესმენებს, რომ კი, ეს ყველაფერი რომ შეიცვლება, ბევრ რამეზე ჩვენ თვალებს დავხუჭავთ, ბევრ რამეზე. მოიცა, ეხლა არ წაიქციო თავი. შენს მერე უკვე წავალ და დავძინე.